ქვეყანაში არსებული სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების შემცირება ხელისუფლების პრიორიტეტია. სახელისუფლებო გუნდი მიზნის მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას იწყებს. მათ შორის არის კონსულტაციები სადისტრიბუციო კომპანიებთან და ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში სახელმწიფო გადასახადები ბევრად მაღალია, ბაზრის კვლევის შედეგად ევროპასა და საქართველოს შორის ფასები რადიკალურად განსხვავდება. მთავრობის მეთაური არ გამორიცხავს, რომ ბაზრის მოთამაშეები კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ. აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრი სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიებას ავალებს, პარლამენტს კი საკითხის შესწავლისაკენ მოუწოდებს. ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც საკმაოდ დიდია. საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებს შორის ფასები რომ შევადარეთ, საქართველოში კონკრეტული მარკის წესუმძირის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია. ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასთამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86% შეადგენს. კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ქსელური მარკეტების ფინანსური მოგება ევროპულზე ბევრად მაღალია. კერძოდ, საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14%-იც გია, როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2%-ია. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ევროპაში მარკეტების ოპერირების ხარჯები, ფართის იჯარა, შრომის ანაცხოვრება, კომუნალური ხარჯები და სხვა ბევრად უფრო მაღალია. ასევე ძალიან მაღალია დისტრიბუტორი კომპანიების წმინდა მოგების მარჟაც, რომელიც საქართველოში როგორც წესი 6-დან 13.5%-მდე მერხევს. პროდუქცია ფასთამატი და მიმწოდებლისთვის დაგესწრებული ფინანსური ტვირთი იმდენად დიდია, რომ ქართული მწარმოებლებისთვის ხშირად უფრო მომგებიანია საკუთარი პროდუქცია არა ქართულ მარკეტებში გაყიდონ, არამედ საზღვარგარეთ ექსპორტზე გაიტანონ. ამიტომ არის, რომ ხშირად ქართულ მარკეტებში მრავლად ნახავთ ისეთ უცხოურ პროდუქტს, რომელიც ქართულ კომპანიებს საზღვარგარეთ გააქვთ. ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან სახელმწიფოს ინტერესი პირიქით ქართული წარმოების სახალისება და იმპორტის მაქსიმალურად შემცირება. მოგების მაღალი მარჟის პირობებში კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აბართოებენ. ბოლო 5 წლის განმავლობაში ქსელური მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში ორჯერ გაიზარდა. შედეგად დღეს საქართველოში 100,000 კაცზე 113 მარკეტი მოდის, როდესაც გერმანიაში ეს მაჩვენებელი 45, ხოლო ავსტრიაში 62-ია. ლოგიკურია, რომ ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება. წინასწარი ანალიზის საფუძველზე შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასთამატს და შესაბამისად მაღალ ფასებს განაპირობებს. მაგალითად ესაა ეგრეთ წოდებული ქსელის ქეშბექი. მაღაზიაში შესვლისთვის დაწესებული საფასური, დისტრიბუტორებისთვის ან მწარმოებლებისთვის თანხის გადახდის დაგვიანება, მაღაზიების სიმრავლე და ახალი მაღაზიის გახსნის ხარჯის ასახვა ფასში და ასე შემდეგ. რაც თავარია, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა შეთანხმებულად კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ, რასაც ბუნებრივია დამატებითი ანალიზი ესაჭიროება. აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ. მთავრობის მეთაურის ინიციატივას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე საკანონმდებლო ორგანოში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესს საჯაროდ შეისწავლის. მისასალმებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა სასურსათო პროდუქტების საცალო ფასები, რაც მოქალაქეთა პირველადი ზრუნვის საგანია. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საკითხის შესწავლა დაწყებულია, ჩატარებულია კვლევა, გამოკვეთილია პრობლემური წერტილები, დაწყებულია პროცესი. ერთ-ერთ მიმართულებად დასახელდა საპარლამენტო კომისიის შექმნის იდეაც, როგორც ღია საჯარო ფორმატი, რათა აუდიტორიამ დაინახოს საცალო პროდუქციის ფასთა ფორმირების პროცესი და ამ პროცესის შესაძლო ხარვეზები. ღია დემოკრატიული პროცესი განაპირობებს ინფორმირებულ მოქალაქეს, რომელსაც ესმის და ჩართულია საჭირბოროტო საკითხების შესახებ დისკუსიაში და მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებაში. საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე საქართველოს პარლამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას და დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში დღეს განმარტეს, რომ პროდუქციის თვითღირებულებიდან დახლამდე ფასნამატი 90%-ია. რაც მაღალ ფასებს განაპირობებს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, შესადარის პროდუქტებზე ღირებულება საქართველოში 20%-დან 180%-მდე უფრო მაღალია ევროპულ ქსელურ მარკეტებთან შედარებით.
წარმოებლებს უჭირთ ქსელურ სავაჭრო მარკეტებში შესვლა, რასაც განაპირობებს ის სახელშეკრულებო პირობები, რასაც ქსელური მარკეტები ადგილობრივ წარმოებლებს უწესებენ. აღნიშნული გამოწვევა არ ახალია და მხოლოდ საქართველოში არ ფიქსირდება, მსგავსი ტიპის გამოწვევები ფიქსირდებოდა მათ შორის ევროპის ქვეყნებში, რომელსაც სხვა ქვეყნებმა სხვადასხვა ადეკვატური მექანიზმებით უპასუხეს. ჩვენი მიზანია, რომ აღნიშნული საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ, რათა შესაბამისი ადეკვატური მექანიზმებით უპასუხოთ გამოწვევას. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან ინიციატივას რადიკალები უპირისპირდებიან. ოპოზიცია მართველი გუნდის გაცხადებულ მიზანს, მოსახლეობის ყოფის გაუმჯობესებას პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა დაფასებს. ხა იმიტომ საუბრობს, რომ უნდა რომ რაიმეთი მაინც დაიწეროს პოლიტიკური ქულები. სახელმწიფო გუნდის შეფასებით კი ირაკლი კობახიძის განცხადება ნათელი მაგალითია თუ როგორ რეაგირებს მთავრობა მოსახლეობის საჭიროებებზე. მართველი გუნდის განცხადებით ხელისუფლება მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. პრემიერ-მინისტრმა უზომოდ საჭირო და აუცილებელი ინიციატივა დააყენა, შესწავლილი იქნა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე და შედარებულია საქართველოში იმ რამდენიმე მნიშვნელოვან სასურსათო პროდუქტს, რომელსაც მოსახლეობა მასიურად იყენებს. მისი მხრიდანვე ასევე იყო დასაბუთებული, რა შეიძლება საუბრალოდ იყოს ამ ფასების მეტობის მიზეზები და რა თქმა უნდა ამ საკითხებს ჭირდება სპეციალური ჩაღრმავება იმისთვის, რომ საბოლოოდ იქნეს აღმოფხრილი და მოსახლეობამ საკუთარ თავზე იგრძნოს ეს შეღავათი. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე კონკრეტულ შედეგს მივიღებთ ამ ყველასთვის ალბათ საჭიროა საკითხსა. რაც შეეხება პროდუქტის ფასებს, ეს რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანაში არსებული ერთ-ერთი გამოწვევაა, რომელსაც ჭირდება შესაბამისი რეაგირება და ცალსახად მისასალმებელია პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული საკითხის მოწესრიგება მოხდეს, ამავდროულად მოკლეული იყოს თუ რა ქმნის, რატომ იზრდება ფასები, საჭიროა მოკლეული იქნას, ხომ არ არის კარტერული გარიგებები, ხომ არ არის შეთანხმებები, რომელიც საიდან გამომდინარეთაც ადამიანები კონკრეტული გაერთიანებები ცდილობენ, რომ უფრო მეტი თანხები გადაახტევინონ ჩვენს მოსახლეობას. ამისთვის კიდევ ერთხელ ნამდვილად მადლობა უნდა გადაუხადოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ეს არის მაგალითი იმისა, როგორ ხედავს და როგორ უსმენს მოქმედი ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება, საქართველოს პარლამენტი ხალხში არსებულ გამოწვევებს და შესაბამისი რეაგირებებიც არის. ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა არის საზოგადოებაში, ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით ძალიან დიდი წუხილი იყო აღნიშნულთან დაკავშირებით და შესაბამისად ის რაც მოვისმინეთ, რომ შევძლოთ ფასების დარეგულირება სასოფლო მიმართულებით, ვფიქრობ არის ძალიან მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანი ინიციატივა. მოსახლეობაზე ზრუნვა ეს ქართული ოცნების ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა. მთავრობამ ახალი პრიორიტეტული მიმართულება განსაზღვრა, რაც ქვეყანაში სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების რეგულირებას გულისხმობს.